ქართული ოცნება საქართველოს პარლამენტში ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენაზე მსჯელობს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში. შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან აცილება, რატომ არ განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ამ და კიდევ სხვა ბევრი კითხვის ადრესატი იყო სხდომაზე დაბარებული 6 პირი. ის პირები, რომლებიც იმ დროს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, ან შემხებლობა ჰქონდათ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო აგრესიასთან. ის რეჟიმი, რომლის საქმიანობასაც ჩვენი კომისია სწავლობს, რუსეთის წინააღმდეგ ან არ იბრძოდა, ან იბრძოდა ისე, რომ გაწირავდა ხოლმე საკუთარ ჯარისკაცს, იცოდა რა წინასწარ, რომ საომარი მოქმედებები იწყებოდა, არ შეუტყობინებია ცხინვალის რეგიონში მყოფი ჩვენი მოსახლეობისთვის, დაუცველი პირებისთვის, შეუიარაღებელი პირებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? ანუ მე დასკვნა ის მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ბუნებრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და იქ ვინც ფუნქციონირებდა ის რეგიონი მთლიანად. სხდომაზე დაბარებული 6 პირიდან 4 მივიდა, ერთი კი დისტანციურად ჩაერთო. კითხვებს უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. რამდენიმე საკითხი დიპლომატსა და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანს შორის ურთიერთბრალდებების საგანი გახდა. გრიგოლ ვაშაძემ კომისიის წევრებს უთხრა, რომ ცეცხლი თბილისს არ გაუხსნია, ხოლო მისივე განმარტებით რუსულ მხარეს იერიშები ქართულ სოფლებსა და იქ მყოფ მშვიდობიან მოსახლეობაზე 8 აგვისტომდეც მიჰქონდა. დიპლომატმა ომიდან 16 წლის შემდეგ შექმნილ კომისიას უთხრა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება შეუძლებელი იყო. თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ მარტო ქალბატონოთია. დიახ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. თან იმ კალიბრის იარაღით 82 და 122 артиლერიით, რომელიც კატეგორიულად აკრძალული იყო ყველა შეთანხმებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. ინფორმაცია, როგორც მე თქვენ გითხარით, მოდიოდა რამდენიმე წყაროდან. მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა დიპლომატიურ ასპექტს. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვიღაცას და მე ვიცი თქვენ, რასაც მეკითხებით, დასავლეთიდან ჩვენთვის ეთქვათ რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაებითო, აბსოლუტურად გამორიცხული არის ეს. ეს ყველაფერი იყო ის, რაც 2006 წელს რისი მომზადებაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავისი პროქსი ბანდ ფორმირებების გაწვრთნით იმისათვის, რომ მოესინჯა საქართველოში ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ გადაიდგა უკრაინის მიმართ და ენახა რა იქნება ამაზე დასავლეთის რეაქცია. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა შიდა ქართლში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს მიხეილ ქარელს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა უწოდა. სხდომას ყოფილი მაღალჩინოსანი სატელეფონო ზარით ჩაერთო. ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად, ასე ვთქვათ, ხიბში შევიდა უკვე ხელისუფლებაში ყოფნის, რომ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, განსხვავებული აზრის მოსმენა უკვე აღარ შეეძლო. იმდენად აღიზიანებდა უკვე, რომ გამოდიოდა მდგომარეობდა. მე გითხარით, რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე. ერგენეთის ბაზრობის დახურვის გადაწყვეტილებაში საკუთარ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. მისი განმარტებით, მაშინ სახელმწიფოს შეეძლო შეექმნას ხალხთა შორის დიალოგის სხვა მექანიზმებიც. ერგენეთის ბაზრობას ჰქონდა გარკვეულწილად თავისი მნიშვნელობა შეიძლება ადამიანების დაახლოებაში რეგიონში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხვრელი იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. ერგენეთის ბაზრობა შესაბამისად იყო ფაქტიურად იყო კონტრაბანდის წყარო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.
ანუ ერთგეთის ბაზრობაზე თუ ვილაპარაკებთ მის გაუქმება დახურვაში, მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ, აგერ ვარ. ამ ბაზრობის დახურვის მთავარი პასუხისმგებელი პირი. იმიტომ რომ ეს ფინანსთა მინისტრობის დროინდელ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ქვეყანა ვერავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ შედგება, სადაც იქნება კონტრაბანდა ფაქტიურად ხელშეწყობილი თვალდახუჭული სახელმწიფოს მიერ. და ეს გადაწყვეტილება ისევ როგორც რამოდენიმე სხვა გადაწყვეტილება იყო ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში მიღებული ფაქტიურად და ნუ შემდეგ შესაბამისად განხორციელებულიც კიდეც. საგამოძიებო კომისიის წევრმა და ხალხის ძალის დეპუტატმა სოზარ სუბარმა ყოფილი ხელისუფლება ომის დროს გულგრილობაშიც დაადანაშაულა. მან თქვა, რომ იმდროინდელი მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, რაც კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავდა და სახელმწიფო საიდუმლო უნდა ყოფილიყო. 31 ქარხანასთან ცხოვრობდი, უშუალოდ ქარხნის წინ მქონდა ბინა და უბრალოდ ერთი რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს, იმას თავისი ზოლი აქვს. გამოვიდა, რამდენადაც მახსოვს და იმედია შემდეგ ჩვენი აპარატი მოძებნის ამ მაშინდელ გამოსვლებს, კახა ლომაია, ალექსანდრე ლომაია, ორი სახელით არის ადამიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ ეს ამიზნები არ უვარგათო 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო და შემოფრინდა ნახევარსაათში თვითმფრინავი და შესაბამისად მარჯვნივ თუ მარცხნივ 20 მეტრით დაარტყა და ის ზოლი ააფრინა. კომისიის ხდომაზე არ მისულა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქროაშვილი, რომელსაც დრო 26 მარტის დღის ბოლომდე მიეცა. კომისიის თავმჯდომარის თია წულუკიანის განცხადებით 27 მარტს დღის წესრიგში დადგება თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის პროკურატურისთვის გადაცემის საკითხის ხდომაზე გამოცხადებაზე უარის თქმის გამო. ამ პრაქტიკას კომისიამ უკვე მიმართა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში. ისინი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე სხვა საკითხის განსახილველად იყვნენ დაბარებული. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით 2008 წლის ომის შესახებ მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც. ოპოზიციური კოალიციებისა და პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისვლას არ აპირებს და არც მის ლეგიტიმაციას აღიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, ამიტომ მათი შეფასებით დაუშვებელია ამ პარლამენტის პირობებში შექმნილი ნებისმიერი კომისიის აღიარება. ჯერ არ არის ცნობილი აპირებს თუ არა კიდევ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარებას ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი კომისია.